თბილისში კი ინოვაციებით დაინტერესებულ პირთათვის ახალი სივრცე Innovation Lounge იქნება, რომელიც განკუთვნილია თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებით, ინოვაციებით და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით პირველი ღონისძიება გუშინ გაიმართა და მისი მთავარი სტუმარი ისრაელელი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი დრორ გილი გახლდათ. რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ ასევე გიორგი არონიამ ჩაწერა, როგორც ჩაიარა გუშინდელმა ღონისძიებამ, რა პრეზენტაცია წარადგინა დრორ გილიმ, ამასთან რა გეგმები აქვს Innovation Lounge-ს, ამას მარიამ იზორიას სიუჟეტში ვაჯამებთ. თბილისში ინოვაციებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობა გაუჩნდათ. Innovation Lounge, ასე ქვია ახალ სივრცეს, რომლის პირველი ღონისძიება ფაბრიკაში გაიმართა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტითა და მეწარმეობით დაინტერესებული პირები გააერთიანა. საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებული პროექტის მიზანია ქართველი ახალგაზრდების დაკავშირება ისრაელის წამყვან სპეციალისტებთან, რომლებიც გამოცდილებას გაუზიარებენ მათ თანამედროვე ინოვაციებისა და სტარტაპ კულტურის მიმართულებით. როგორც საქართველოში ისრაელის ელჩი ამბობს, ამ ტიპის ღონისძიებები ერებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი Innovation Lounge შედგა და შეიქმნა სივრცე პლატფორმა ინოვაციებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის. ძალიან ვამაყობთ, რომ ისრაელი ინოვაციების ჰაბია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდებით, თუმცა ამასთან კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება იზოლირებული. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს ინიციატივა. გვინდა შევქმნათ ერთგვარი კომუნა, სადაც დაუკავშირდებიან ერთმანეთს ქართველი ახალგაზრდები, მიიღებენ ცოდნას, გააზიარებენ გამოცდილებას, მოისმენენ საინტერესო ლექციებს საინტერესო ადამიანებისგან. Ფიქრობ Innovation Lounge არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გვაპოვნინებს გზას თუ როგორ დავაკავშიროთ, დავაახლოვოთ საქართველოსა და ისრაელის ეკოსისტემები. ღონისძიების მთავარი სპიკერი ისრაელიდან მოწვეული ექსპერტი, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი დრორ გილი იყო. მისი პრეზენტაციის თემა გახლდათ, როგორ შევქმნათ სტარტაპი 1 საათში მხოლოდ ChatGPT-ის გამოყენებით. როგორც ისრაელელი ექსპერტი ამბობს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი რევოლუციური ტექნოლოგია, რომელსაც ადამიანების და კომპანიების ეფექტიანობის გაზრდა შეუძლია. მისივე თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიოში აზროვნებითი რევოლუცია წარმოშვა, რომელსაც ფეხი ყველა მუდაობას, მათ შორის საქართველოს. ჩემი პრეზენტაცია შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეუძლიათ მეწარმეებს, სტარტაპერებს გენერაციული ხელსაწყოების, მაგალითად ChatGPT-ის თავიანთ სტარტაპებში გამოყენება. მისი დახმარებით შესაძლებელია იდეის შემუშავება, ბიზნეს გეგმის შედგენა, მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, პრეზენტაციის მომზადება ინვესტორებისთვის და ასე შემდეგ. ღონისძიებაზე წარუადგინე პროექტი, რომელიც ChatGPT-ის ჩაშვებიდან რამდენიმე კვირაში შევქმნი და ეს პროექტი იყო როგორ შევქმნათ სტარტაპი 1 საათში მხოლოდ ChatGPT-ის გამოყენებით. მე მართლა შევძელი და ამით ძალიან ამაყი ვარ. ChatGPT მომცა იდეა სტარტაპისთვის და მეხმარა პრეზენტაციის შექმნაში, მარკეტინგულ და ტექნიკურ სამუშაოებში. სწორედ ეს ყველა პროცესი წარუდგინე ღონისძიებაზე აუდიტორიას. Innovation Lounge-ის პირველ ღონისძიებას უმეტესწილად ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, რომელთათვის ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. როგორც საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ამბობენ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ის ტექნოლოგიაა, რომელსაც არავინ უნდა ჩამორჩეს, მით უმეტეს ახალგაზრდები. ამასთან მნიშვნელოვანია თავად ისრაელის ფაქტორი, რომელიც გლობალურ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ რუკაზე წამყვან პოზიციას იკავებს. ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და ისრაელი არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო ინოვაციების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ეს ამ ცოდნის გაზიარება მოხდეს სხვადასხვა სახელმწიფოსა და განსაკუთრებით საქართველოსთვის, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია ინოვაციებით სავსე და მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეები რეალობაშიც ვიხილოთ. როგორც Innovation Lounge-ის დამფუძნებლები ამბობენ, შეკრებების მიზანი ახალგაზრდების და სხვა დაინტერესებული პირების თანამედროვე ინოვაციებთან, ტექნოლოგიებთან და ზოგადად შესაძლებლობებთან დაკავშირებაა, რომელთაც სოფლიოში ხვდებით. საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებული ინიციატივა შეხვედრების სერიას გულისხმობს, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. შედეგად Innovation Lounge-ის ფარგლებში საქართველოს არაერთი ცნობილი და გავლენიანი ისრაელელი ანტრეპრენიორი ეწვევა.